ქართული მოსახლეობა, ჩვენი მიზანია რომ ამ სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია მოხდეს. პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს გზის ბათუმის მერობის კანდიდატი გოჩა გუგუნავა იქნება. ამ მრჩეველთან მან პირველი შეხვედრა გუშინ გამართა და საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიის პრეზენტაციაც გამართა, რომლის პირველი ნომერიც ბიზნესმენი გია გაგაბაძეა. პრეზენტაცია საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. კანდიდატები მისი პარტიის წევრები არ არიან, თუმცა არჩევნებზე ზურაბიშვილი მატისრულ მხარდაჭერას უცხადებს. ბათუმის მერობის კანდიდატმა გოჩა გუგუნავამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიას ასლან აბაშიძის ვაჟი აფინანსებს. მან აღნიშნა, რომ გიორგი აბაშიძესთან ბავშვობიდან მეგობრობს, თუმცა მის საარჩევნო კამპანიასთან მას კავშირი არ აქვს. ჩვენ ვთქვით, რომ ადგილობრივ მოსახლეობამ ჩვენი ადგილობრივი ძალები რაც არიან, იმათმა უნდა შეარჩიონ მერობის კანდიდატიც, მაჟორიტარების, საარჩევნო სიაც პარტიის, რადგან ეს არის ადგილობრივი არჩევნები. გიორგი აბაშიძე ჩემი არაფერს არ აფინანსებს, არც მაფინანსებს. გიორგი აბაშიძე იყო ჩემი სკოლის მეგობარი. სკოლიდან ერთი სკოლა დავამთავრეთ, აქედან გამომდინარე მე გიორგისთან მუშაობდი, აქედან გამომდინარე მაკავშირები. გიორგი აბაშიძე არის ჩემი მეგობარი, როგორც ბევრი სხვა დანარჩენი.